Ამ თამაშების შემდეგ ყველაზე კარგად იგრძნობა რა ბევრს ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომა. ფეხბურთში გამარჯვება ყოველთვის ჩანს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მხარდაჭერა სწორედ მაშინ არის, როცა შედეგი იმედის გამართლებას ვერ ახერხებს. სოციალურ ქსელში ამ პოსტით საქართველოს ნაკრების პირველი ნომერი გიორგი მამარდაშვილი ეროვნული გუნდის ბოლო 2 მარცხს გამოეხმაურა, რომელიც ჩვენმა გუნდმა ჯერ ესპანეთთან, შემდეგ კი ბულგარეთთან განიცადა. მამარდაშვილი გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის და მძიმე წუთებში კვლავ მათ მნიშვნელობაზე თქვენი მხარდაჭერა ყველაზე დიდ ძალას გვაძლევს, წერს გიორგი მამარდაშვილი. აღნიშნული განცხადება საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის და ერთგვარი ქილიკის საგანი გახდა. როგორც სოციალურ ქსელებში იწერება, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს არ აქვთ მორალური უფლება გულშემატკივრებს გვერდში დგომისკენ მოუწოდონ და მათ პოლიტიკური ნიშნით მხარდაჭერას სთხოვენ. აღნიშნულს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერი და ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გამოეხმაურა. კახა გალაძის თქმით, ფეხბურთელების მიზანმიმართული შეურაცხყოფა მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები მათ გულშემატკივრობას არ შეწყვეტენ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა თქვენ მხარს გიჭერთ, გვერდში გიდგავართ, მაშინაც კი, როდესაც არის წარუმატებლობა, არის მარცხი. რას ვიზავთ? სპორტია, ფეხბურთია, ცხადია ყველას გვაქვს იმის სურვილი, რომ ჩვენმა ნაკრებმა ყოველთვის მოიგოს, ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთი აჩვენოს, მაგრამ ხდება ხოლმე, გული არ გაიტეხოთ, თავი მაღლა უნდა ავწიოთ, თავარია გავაკეთოთ სწორი ანალიზი, რა შეცდომები დაუშვით აღნიშნულ ციკლში, რატო იყო წარუმატებელი ჩვენი თამაშები და შემართებით უნდა მოვემზადოთ შემდეგი ციკლისთვის. ჩვენ ვხედავთ მიზანმიმართულ კამპანიებს ჩვენი სპორტსმენების მიმართ, ფეხბურთელების მიმართ და ეს არა მხოლოდ სპორტში, ზოგადად ყველა სფეროში არის ეს დამოკიდებულება, რომ ხდება ადამიანების შეურაცხყოფა. არ მინდა შევიდე დეტალებში, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ იმას, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ვინც აზროვნებს ჯანსაღად, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა, ვისაც უხარია ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, უხარია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, ყველა არის თქვენს გვერდით.